ეთერში მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური, ეს არის ახალი 12-ზე სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად გამარჯობათ. უმცირესობის ბოიკოტი ნაციონალებმა საპარლამენტო საქმიანობაში შეაჩერეს და თბილისში დაბრუნდნენ. ნაციონალური მოძრაობა ამის მიზეზად ახალი პოლიტიკური რეალობის დაწყებაზე ასახელებს და გუშინ განვითარებულ მოვლენებზე აკეთებს აქცენტს. დაკითხვაზე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დაბარება ქუთაისში პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ მიმართული აქცია, რომელიც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ასევე ნიკა გვარამიესა და ალექსანდრე ხეთაგურის დაპატიმრება არსებულ ვითარებაში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მათ საპარლამენტო დემოკრატიის ფასადური იერსახე არ უნდა შექმნან და მათი მხრიდან მიზანშეწონილია თუ კი პარლამენტში საქმიანობა შეაჩერებენ. თბილისში დაბრუნების შემდეგ უმცირესობამ იმსჯელა თუ რა ფორმით გააგრძელებენ დღეიდან პოლიტიკურ საქმიანობას. გადაწყვეტილება ჟურნალისტებს ისინი დღეს გააცნობენ. ჩვენ მომდევნო გამოშვებებში გადაცნობთ რა გადაწყვეტილება მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ. რაც შეეხება ენერგეტიკის, ასევე ფინანსთა ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს წინასწარი ინფორმაციით ის მოდულის შენობაშია გადაყვანილი მისი სახლი. სამართალდამცველებმა წუხელ გაჩხრიტეს. არსებული ინფორმაციით გამომძიებლებმა ხეთაგურის ბინიდან სხვადასხვა ნივთები წაიღეს, მათ შორის პერსონალური კომპიუტერი. და ახლა კიდევ ერთხელ გუშინდელი დაკავებების შესახებ. დაკავებული არიან ენერგეტიკისა და ასევე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციის განათლების ყოფილი მინისტრი და ასევე გენერალური პროკურორის ყოფილი მოადრილე, ტელეკომპანია რუსთავიორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, კომპანია თელასის გენერალური დირექტორი დევიდ ანდელაკი, რომელიც სხვადასხვა პერიოდში იყო ხრამხესი 1-ის, ხრამხესი 2-ის, შპს მტკვარი ენერგეტიკის დირექტორი, შპს ელენდებ სერვისის დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადრილე კახა დამენია. ალექსანდრე ხეთაგურის გარდა ყველა მათგანი მოთავსებულია პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ცოტა ხნის წინ მათ მოსანახულებლად იზოლატორში მივიდა სახალხო დამცველი გიორგი მანჯავიძე. ელოდება შენობიდან უჩენ ანუაშვილის გამოსვლას. მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთვალ. ყველაფერი თქვა და როგორც უკვე აღნიშნე, სოფო რამდენიმე წუთის წინ აქ მოვიდა სახალხო დამცველი უჩენ ანუაშვილი, რომელიც შესულია შიგნით ეჭვმიტანილების სანახავად. უკლები ყველა ეჭვმიტანილი გარდა ალექსანდრე ხეთაგურისა იმყოფება აქ წინასწარი დაკავების იზოლატორში. აქ ჯერჯერობით არ გამოჩენილა არც ერთი ეჭვმიტანილის ადვოკატები. ჩვენ ველოდებით უჩენ ანუაშვილის გამოსვლას, რომელიც წუთზე უნდა გამოვიდეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან და ალბათ გააკეთებს პირველ კომენტარებს ამ საქმესთან დაკავშირებით. ცნობილია ისიც, რომ ამ ეჭვმიტანილების ადვოკატების ნაწილი რამდენიმე წუთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო განყოფილებაში უნდა მივიდნენ, სავარაუდოდ გარკვეული დოკუმენტაციის ასახებად. ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე და ნებისმიერ წუთს, როდესაც რაიმე სიახლეს შევიტყობთ, გააგებინებთ. დიდი მადლობა. გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პოლიციის მთავარი სამმართველოდან. კომპანია თელასის გენერალური დირექტორის დაკავების ფარს თელასის თანამშრომლები უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებენ. ისინი დევიდ ანდელაკს დადებით პიროვნება და საქმის პროფესიონალად ახასიათებენ. მათივე თქმით, თელასის დირექტორის დაკავება აბონენტთა მომსახურებას ხელს არ შეუშლის და ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პროკურატურასთან ერთად დევიდ ანდელაკი გუშინ დააკავა. საკმაოდ ხშირი კონტაქტი ქონდა საქმიანებთან. არაჩვეულებრივად კარგი ადამიანია, შესანიშნავი პროფესიონალი და რაც მე შემიძლია ვთქვა, ძალიან წესიერი და პატივისცემი. იმიტომ რომ თვითონ სათაო ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება გასაგებად, რომ ჩვენ ჩავრიცხეთ. დირექტორს არ ქონდა უფლება, არ ჩაერიცხა. როგორც მეგობრები იურიდიული კონსულტაციისათვის, ხო? ჩაერიცხეს სათაოდან იყო განკარგულება, ამას მე ჩაერიცხეს, რა არის გაუგებარი, არ მესმის. და განცხადება, რომელიც რუსულმა სააგენტო ინტერფარსმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინტერაოესი ადასტურებს, რომ საკონსულტაციო მომსახურებისთვის დაიქირავა ფირმა, რომელთან დაკავშირებითაც $1 მილიონი გადარიცხვის საქმეზე ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნები და თელასის გენერალური დირექტორი დააკავეს. შეგახსენებთ, საგამოძიებო სამსახური დაკავებულებს თითქოს და საკონსულტაციო მომსახურების დაწევის მიზნით ფიქტიური ფირმის დაარსებას. ხრამფესი 1, ხრამფესი 2 შპს მტკვარი ენერგეტიკის და კომპანია თელასის მიერ საგადასახადო ვალდებულებებისთვის თავის არიდებას და ქთამის სახით $1 მილიონი მიღებას ედავება.
ფინანსთა სამინისტრო სარდამოძიებო სამსახურმა საჯარო გახადა ის საიდუმლო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე სარდამოძიებო სამსახურს ფარული სატელეფონო საუბრის მოსმენა ჩაწერების უფლება მიენიჭა. აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოადგენს სასამართლოს კერძოდ კი მოსამართლე ფუხაშვილის ბრძანებას, რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტრო სარდამოძიებო სამსახურს პროკურორ მარშავა შუამდრომლობის საფუძველზე სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების და ჩაწერის უფლება შეპეს ელენდევ სერვისის დირექტორის დირგინიამ სიწვერიძის სრულ მეწარმეობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიენიჭა. სარდამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ფარული მოსმენა ჩაწერის უფლება უწყება კახა დამენიას ტელეფონის ნომერზეც მოიპოვა. სარდამოძიებო სამსახურს კახა დამენიას ტელეფონის მოსმენის უფლება მიმდინარე წლის 12 ნოემბრიდან 2013 წლის 12 იანვრამდე მიენიჭა. პარალელურად ფინანსთა სამინისტრო სარდამოძიებო სამსახური ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადრილის კახა დამენიას პირადი სეიფიდან თანხის ამოღების ვიდეო მასალას ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით მიმდინარე წლის ნოემბერში მას შემდეგ რაც ნიკა გვარამიასა და კახა დამენიასთვის ცნობილი გახდა, რომ საკითხის შესწავლით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სარდამოძიებო სამსახური დაინტერესდა. გამოძიებისთვის კვალის არევის მიზნით დამენიას პირად სეიფში მოთავსებული იქნა თითქოს და შეპეს ელენდევ სერვისის სალაროს ნაშთის თანხა 1,184,000 ლარი. გამოძიებამ ეს თანხა უკვე ამოიღო. მე ახლა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თბილისში დაბრუნების შემდეგ უმცირესობამ იმაზე იმშელა, თუ რა ფორმით და მეთოდებით გააგრძელებენ დღეიდან პოლიტიკურ საქმიანობას. გადაწყვეტილების დასაცნობად დღეს 12 საათზე მათ ჟურნალისტები დაიბარეს ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში. ამ პროფილს ჩვენ ოდნავ მოგვიანებით დაწყებისთანავე შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში, მანამდე კი დღეს სხვა სიახლეები. უმცირესობის ბოიკოტის მიუხედავად პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს. დეპუტატების საფინანსო, საბიუჯეტო, თავდაცვისა და უშიშრობის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტების შეკრებებზე სხვადასხვა მნიშვნელოვან კანონპროექტებს განიხილავენ. დღესვე დაგეგმილია პლენარული სხდომა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები 2013 წლის ბიუჯეტზე იმშელებენ. მერიან გორგოძე შემოგვერთება ახლა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში და მისგან უფრო დეტალურად შევიტყობთ რის განხილვას, რას განიხილავს დღეს პარლამენტი. დიახ, როგორც უკვე აღნიშნეთ, დღეს საქართველოს პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის სხდომა პარალელურად მიმდინარეობს. მე შევეცდები გაგაცნოთ ის მთავარი საკითხები, რასაც კომიტეტებზე დეპუტატები განიხილავენ. მაგალითად, საფინანსო, საბიუჯეტო კომიტეტში მთავარი განსახილველი საკითხები არის კანონპროექტი ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების აუდიტის შესახებ და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ. ეს საქართველოს პარლამენტის წევრების დავით ონოფრიშვილისა და ნოდა რებანოიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტია. რადგანაც ფინანსები ვახსენეთ, მე მინდა თქვენ შეგახსენოთ, რომ დღეს პლენარულ სესიაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება 2013 წლის ბიუჯეტი. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა გააკეთა შეფასებები ბიუჯეტის შესახებ და განაცხადა, რომ 2013 წლის ბიუჯეტი არ გავს წინა წლების ბიუჯეტს, რადგანაც მისი თქმით წინა წლების ბიუჯეტში ძალიან ბევრი ხარჯი იყო დაფარული, ბუნდოვანი და მოსახლეობასთან შეუთანხმებელი. 2013 წლის ბიუჯეტი კი ერთ-ერთი ტრანსპარენტული და გამჭვირვალე ბიუჯეტია. მისი თქმით, ამ ბიუჯეტით პენსია 150 ლარამდე გაიზრდება სექტემბრიდან, ასევე გათვალისწინებული იქნება სოციალური შეღავათები, ასევე მნიშვნელოვნად იზრდება 2013 წლის ბიუჯეტით სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება. ეს კი იმას გამოიწვევს, რომ გლეხებს და ფერმერებს გარკვეული შეღავათები ექნება. რაც შეეხება იურიდიულ კომიტეტს, გადავინაცვლოთ იურიდიულ კომიტეტში, აქ მთავარი განსახილველი თემა ისევ და ისევ ამნისტია. მე შეგახსენებთ, რომ მუხლობრივად დეპუტატებმა გუშინ კანონპროექტი მეორე მოსმენით პლენარულ სესიაზე მიიღეს და ეხლა უკვე მესამე მოსმენის და რეკომენდაციების მიღების დრო არის და იურიდიულ კომიტეტზე იმ მუხლებზე გადიან შეთანხმებას დეპუტატები, რომელიც განსახილველი დარჩა გუშინდელი სესიის შემდეგ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კიდევ ერთი კომიტეტი, რომლის სხდომაც მიმდინარეობს პარალელურად. ამ კომიტეტზე მთავარი განსახილველი საკითხი არის სახელმწიფო დაცვის სამსახურის შესახებ კანონპროექტი. ამ კანონპროექტის ინიციატორი გახლავთ ირინა იმერლიშვილი და კანონპროექტის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან გადადის საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში.
დიდი მადლობა მირიან დორდოძე გვერდებოდა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით რუსთავს, სადაც საკრებულოში ცოტა ხნის წინ მივიდა საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ მის გამოსვლას. ეს არის დიდი პრობლემა. და ნამდვილად არაფერი არ გასახარებელი არ არის. ერთ-ერთი რაც არის გასახარებელი მართლაც არის ის, რომ საქართველოში აღმოჩნდა ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც ძალიან ღირსეულად უგრძელებს ამ დაწოლას და პირველ რიგში ეს არის მათ შორის თქვენი საკრებულო. გუშინ სხვა შორის შეხვდით ქუთაისის საკრებულოს, სადაც პირიქით ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში გადავიდა ხალხი და ამ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ არა როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, როგორც ინსტიტუტების გარანტორი. ის რაც ხდება ეს არის დაწოლა ინსტიტუტებზე. აქ არა მარტო ცალკეული პარტიის განადგურება არ განადგურებაზე საკითხი. თუმცა ტერმინი განადგურება თავისთავად ნიშნავენ ტერმინია. როგორც ვერავინ ვერ განადგურებს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ჩვენ მიერ აშენებულ შენობებს. რამდენი გეგმებიც არ უნდა დააწყონ და ბულდოზერები უკვე მომართულო მოდი მივადგეთ დავანგროთ იმდენი ავაშინეთ რომ არ ეყოფა პრემიერ-მინისტრს შემდეგი 50 წელი რომ ჩვენი აშენებული ბოლო 8 წელიწადში მიწასთან გაასწოროს როგორც იმუქრება ისე ვერავინ ვერ დაანგრევს იმას რაც ჩვენ შევქმნით და თავარი ჩვენ შევქმნით ის რომ ჩვენ შევქმნით ქართული სახელმწიფოები რომ ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები ქართული ჯარი ქართული პოლიცია მე ძალიან გული მткиოდა გუშინ ქუთაისში სადაც ახლა იმას ვიღებ Facebook-ზე რომ არ იყვნენ ესენი ქუთაისელები არ გეწყიდოთ და რაღაცას მეუბნები მიშა და ეს მე ყველაზე კარგად ვიცი ვინც იყვნენ ეს საოცრებები რაც იქ იყვნენ შეკრეფილი ეს 30-50 თუ 60 კაცი მაგრამ პოლიციელებს უბოდიში ხდიდნენ იმიტომ რომ დილიდან მიიღეს ინსტრუქცია რომ არ გაეკაროთ მიეცით საშუალება რომ ამ რაღაც სუბიექტებმა აქტივისტებმა ერთი კონკრეტული პარტიის რაღაცა გაუკეთონ პრეზიდენტს. და გუშინ რომ დაინახეს რომ არ გამოუვიდათ, ეხლა კანონში აქვს პარლამენტში რომ პრეზიდენტის დაცვა სამსახურში ჩამოვიდა პრეზიდენტის დაცვის გარეშე. წაიღოს დაცვა. დაცვა ჭირდება იმ კაცს, ვინც ამას აკეთებს. 4-ჯერ მეტი დაცვა ჭირდება, 5-ჯერ მეტი კარგი ქონება აქვს დასაცავი და ავლადიდება. მე დაცვა არ მჭირდება ჩემი ხალხისგან და არავისგან. არც ქონება მაქვს დასაცავი როგორც მათ გონიათ არც რამე სიამოვნებით ვივლი მარტო შევხვდები ყველას და მაინც ყველაზე მაგარ სამუშაოს ჩავატარებ და მაინც ყველაზე კარგ კამპანიებს ჩავატარებ და მაინც მივახცევთ იმას რომ საქართველოში არ დგება კანონიერება და წესრიგი და კონსტიტუციური ცხოვრება გაგრძელდება და ადამიანის უფლებები იქნება განუხრელად დაცული. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა რომ თურმე მე იმიტომ გამოდივარ და იმიტომ ლაპარაკობ რაღაცებს რომ აგარაკების შენებლობა შეუჩერეთო მასო და ამ განცხადებას ბილად რომ თქვა უცნაურად აკეთებს ჩემ მიერ და თქვენს მიერ გაზიზინებული აშენებული გორის ბაზის ტერიტორიაზე ყველა ისინი გამოდიან ეს სუბიექტები რომელიც ჩაოხრებულ ორგანოზე მე არ ვახსოვ თქვენ არ გახსოვთ როგორი შენობები იყო პოლიციის ყველაფრის ეხა დააბრუნეს ისინი ვინც ჩაოხრებულ შენობებში იყო ერთ-ერთი დენის წყარო სადაც იყო ტელეფონი რომელსაც უერთებდნენ ხალხს აერთებდნენ დააბრუნდნენ ეხა ჩვენ მიერ აშენებულ შენობებზე ამ ჩვენ მიერ აშენებულ შენობების ფონზე აკეთებენ განცხადებებს და აკეთებენ განცხადებებს რაღაც ჩვენ კორუფციას და ჩვენ რაღაც აგარაკებზე სინდისიც ხო კარგი საქონელია 11-ჯერ გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტი ეს როგორ ხდება ერთი მათემატიკაში მე მესმის რომ ბევრი მათგანი მოიკოჭრებს ოროსნების დიდ ბრიგადასთან რომ გვაქვს საქმე მარტო გრეველების არა მაგრამ როგორ ხდება ეს ერთი და ერთნაირი თან 11-ჯერ ბიუჯეტი გავზარდეთ თან ამდენი რაღაცა ავაშენეთ და თან ჩვენი აგარაკების მოვიწყეთ და პირადი ცხოვრება და ადრე რატო არ ხერხდებოდა რაღაცნაირად ესეთი კანტოლებები და ესეთი მათემატიკა ყველაფერი პირიქით გადმოტრიალდა და მე ამის შესახებ ჩვენ ხალხს ვეუბნებოდი არჩევნების წინ რომ ჩვენ გვეგონა რომ ყველაფერი იყო თავისთავად ბუნებრივად გარანტირებული იყო რომ ბავშვის გაშვება შეგვიძლია ქუჩაში გარანტირებული იყო რომ ხელფასები და პენსიები იზრდება გარანტირებული იყო რომ ინფრასტრუქტურა ვითარდება და ახალი ქალაქები შენდება და რა თქმა უნდა მე ვუთხარით ჩვენ გვეუბნებოდი ჩვენ მოქალაქეებს რომ მეგობრებო ჩვენ შეგვიძლია გონია რომ ეს ყველაფერი გარანტირებულია და ეხლა გონია რომ კიდე ვიღაცა მოვა და დამატებით კიდე რაღაცას უფასოდ მოგცემს, კიდე რაღაცა ხელს გაგვიმართავს, კიდე მეც გაგვიკეთებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ხალხს ძალიან უჭირს.
ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრს და ეს მე ძალიან კარგად ვიცი. მაგრამ მე ვუბნებოდი რომ გვესმოდეს რომ ეს ინსტიტუტები ყველაფერი რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ეს ყველაფერი არის დიდი შრომის და დიდი ბრძოლის პასუხით მოპოვებული. აი ეს სუბიექტები ეს კოლექტიური თამაზაშვილები, ნაცვლიშვილები, ახვლედიანები, ეს ნაცვლიშვილი რო აქვს ერთ-ერთი. მე მახსოვს პარლამენტში რომ შევეით ვარდების რევოლუციის დროს ის იყო შევარდნაძის ერთ-ერთი მთავარი კორუმპირებული მარჯვენა ხელი და ჩინოვნიკი. პარლამენტის ფოიში იდგა და ზლუქუნებდა, ცხარეცრემლებით ტიროდა. რომ ცხოვრება დაენგრა, მისი კორუფციული სამყარო დაინგრა, მისი გეგმები დაენგრა. ეს ხალხი დაბრუნდა უკან. და ამ ხალხს კონკრეტული პროგრამა აქვს ძალიან. პირადი გამდიდრება და სახელმწიფო ინსტიტუტების დაშლა. იმიტომ რომ და ხშირად ამბობენ, ნაციონალური მოძრაობის მთავრობის დროს ხო იჭერდა ვიღაც ხალხს. ჯერ ერთი ციფრებს და რაოდენობას შეხედეთ. პატარა ქვეყანა საქართველოს ამ რაოდენობის დაპატიმრებული ადამიანები პროცენტულად ყველაზე რთულ ეპოქებშიც არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში ბოლო ათწლეულებში. მათ შორის როცა საქართველო არ იყო დამოუკიდებელი. მაგრამ ძალიან მარტივი არის რა, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ დაიჭირეს ვთქვათ რევოლუციის რევოლუციის შემდეგ აპატიმრეს და პასუხი აგებიეს ყოფილ ენერგეტიკის მინისტრს. იმ ადამიანმა ჩააბრელა საქართველო. ფულს აკეთებდა იმაზე, რომ საქართველოში არ ყოფილიყო დენი. ახლა დაიჭირეს ალეკო ხეთაგური გუშინ, რომლის გამო საქართველოში არის დენი. იმიტომ რომ ალეკო იყო თელი ეს პერიოდი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. დაიჭერეს ალეკო ხეთაგური, რომლის გამო ბიუჯეტი მათ შორის როცა ფინანსთა მინისტრში გადავიდა, მანამდე ვერ მუშაობდა, 11-ჯერ გაიზარდა. განსხვავება აღარ არის საქართველოს დამბნელებელსა და ფულის მომპარავს შორის და იმ ხალხს შორის, ვინც ეს ფული მოატარია. დაიჭერეს გვარამია, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი კორუფციასთან საქართველოში, მანამ სანამ სახელმწიფო სამსახურში იყო. მერე წავიდა საუკეთესო უცხოური განათლება მიიღო და დაბრუნდა საკუთარ ქვეყნის სამსახურად გაიჭირეს ამ ოროსნებმა მართლა ორი წიგნი რო არ აქვს წაკითხო რომელიც მარტო იციან თვლა დოლარის ნიშნებს ცნობენ და ეს არის სამართლიანობა და ეს არის ის რისი აღდგენა ჩვენ რისი აღდგენისკენ ჩვენ მოგვიწოდებდნენ დაიჭირეს დამენია რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი სახელმწიფო მოხელია საქართველოში ვინც რამე მინახავს მე პირადად ცხოვრებაში საერთოდ არ აინტერესებს პირადი საკითხები არც არასოდეს არ მიკარები ამ პირად საკითხებს მომპარავი გამოდის ციხიდან კორუმპირებული ზის კაბინეტში და იჭერს ის ვინც ებრძოდა კორუფციას და ვინც ებრძოდა კრიმინალს და თქვენ გონიათ ამას ყველაფერს ფასი არ აქვს ჩვენი ხალხისთვის და არ გამოყვება ამას ყველაფერს შედეგები შედეგი უკვე მოყოლია რუსთავის გაჩერებული გზა ამის შედეგია რუსთავის გაჩერებული პარკის მშენებლობა ამის შედეგია რუსთავის გაჩერებული პროცესაკრე ამის შედეგია სოციალურ დახმარების ლოზუნგით მოსული მთავრობა გუშინ ვიყავი აჭარაში ყველა სოციალური პროგრამა შეაჩერეს გასაგებია რომ აჭარაზე კიდე განსაკუთრებული შურიზიების ისა მოტივაცია ავიდა აჭარის უზენაეს საბჭოს კომისია ახლა დაშენებულ თაობებს რომელსაც თელი მსოფლიო შენატრის და გამოიტანეს დასკვნა რომ ამბანის კოშკი დასაშლელიაო და უნივერსიტეტის შენობა დასაშლელიაო ეს ხალხი საერთოდ სხვა პარალელურ სამყაროში არსებობდა არსებობს სად იზრდებოდა სად საერთოდ რა ფასეულობებით სუნთქავს და შეუჩერეს სოციალური სახლების პროგრამა ბათუმს რომელიც ძალიან ჭირდება თუ ძალიან ბევრი ადამიანი უსახკაროდ გაჩერებული შეუჩერეს უსახკარო ადამიანების პროგრამა შეუჩერეს ერთჯერადი დახმარებების პროგრამა და ეს არის ის ხალხი ვინც მოვიდა სოციალურ დახმარებების ლოზუნგით და ეს არის ის ხალხი ვინც იმას გვეუბნებოდა რომ ჩვენ ბიზნესს ვატერორებთ და ცენტრალიზებულად თიშავენ ხშირ შემთხვევაში რაღაც მექანიზმებით იქ სალაროებს და შემდეგ შედიან და აწერენ ჯარიმებს პატარა ფირმებს რომელიც ხორებაში არავის არ მოვიდოდა აზრად ადრე შესვლა იმიტომ რომ გაჩნდა ისე კორუფცია სარფის საბაჟოზე პირველად ამ წლების განმავლობაში კბილებით მივახცეს რომ აღარ იღებდნენ ყოველ მეორე მანქანიდან იღებენ უკვე გტამს და შემოსავლები გაუჭირდა და შეესien წვრილმა ბიზნესებს და შეესien წვრილმა იმ ადამიანებს ვის ორი კაპიკით ძლივს იჩერს თავს ეს არის სამართლიანობის აღდგენა?
მე არ ვლაპარაკობ, რომ ჩვენი მთავრობა იყო იდეალური და შეცდომებს არ უშვებდა. ვინც არაფერს არ აკეთებს, ის შეცდომებს არ უშვებს. მაგრამ ერთ თვეში მე დავინახე უფრო მეტი შეცდომა. ვიდრე ჩვენმა მთავრობამ გააკეთა 8 წელიწადზე მეჩი. მაგრამ განსხვავება ჩვენ მთავრობასა და ამ ჯგუფს შორის არის ის, რომ ჩვენ ვიცოდით ქვეყანა სად მივყავდა. და ვიცოდით, რომ ეს იყო საქართველოს ევროპული დამოუკიდებელი ნატოში შესაძლოა. პირდაპირ ჩართვა რუსთავის საკრებულოდან, სადაც პრეზიდენტის სიტყვით მიმართავ შეჭრებულ საზოგადოებას. ჩვენ კიდევ განვარძობთ გამოშვებას, რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო. სხდომას კათოლიკოს პატრიარქი უხელმძღვანელებს, როგორც წესი, განსახილველი საკითხები წინასწარ არასდროს არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის და სხდომის მიერ მიღებული დადრენილება სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის გამოქვეყნდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წლის განმავლობაში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. წელს წმინდა სინოდის პირველი სხდომა 5 ივლისს დაიმართა. რუსეთის პრეზიდენტი დიდ პრესკონფერენციას იწვევს. ვლადიმერ პუტინი ქვეყნის სადარაო და საშინაო პოლიტიკის კუთხით მიმდინარე ყველა აქტუალურ კითხვას დასცემს პასუხს. ამ ფორმატში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე მერვედ იწვევს, პრესკონფერენციას 1000-ზე მეტი ადგილობრივი და 200-მდე უცხოელი აკრედიტებული ჟურნალისტი დაესწრება. მედიის წარმომადგენლებს რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში უმასპინძლებს. სავარაუდო კითხვების პაკეტი პუტინის ადმინისტრაციას წინასწარ უკვე შეთანხმებული აქვს. სულ რამდენიმე წუთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია დაიწყება. დარბაზში 1000-ზე მეტი ჟურნალისტი მუშაობს, მათ შორის არიან უცხოური სააგენტოების წარმომადგენლებიც. მოსალოდნელია, რომ რუსეთის პრეზიდენტს მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხისგაცემა. მე შეგახსენებ ჩვენი კორესპონდენტი დავით ახვლედიანი მოსკოვში იმყოფება, ის დაესწრება ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციას და ახალ ამბებს პერიოდულად მოგვაწვდის დღის განმავლობაში. ხანძარი თეატრალურ უნივერსიტეტში სამაშველო სამსახური დილის 10 საათზე გამოიძახეს. ცეცხლი უნივერსიტეტის სადრიმიეროში გაჩნდა. ოთახში იმ დროისთვის არავინ იმყოფებოდა. კვამლი პირველად გვერდზე აუდიტორიაში მყოფმა სტუდენტებმა შენიშნეს. ხანძარს ერთდროულად 12 ეკიპაჟი აკრობდა. სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხანძრის დამოწევი მიზეზი შესაძლო მოკლე ჩართვა გამხდარიყო. ხანძრის შედეგად მხოლოდ სადრიმიერო იატაკი დაიწვა. ათის ნახევარზე იყო შეტყობინება შემოსული, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში იყო ხანძარი რუსთაველის გამზირზე, სადაც ინიციატორთან გადამოწმების შედეგად დადასტურდა, რომ ერთ ოთახში იყო მთლიანად ღია ცეცხლი, გამოსული იყო, ვიცით აქ, რომ ძველი შენობაა და ძალიან ძნელია ქრობა და არის ძალიან დიდი ლაბირინთები, სადაც მისადგომათა ძნელი იქნებოდა, ამიტომ იყო 12 ერთეული ჯგუფი გამოსული, მოსვლისთანავე დადასტურდა, რომ საგრიმიერო ოთახში იყო ხანძარი დაახლოებით 20-30 კვადრატული მეტრზე მთლიანად იყო მოდებული და იყო საშიშროება გადასულიყო სხვა ოთახებში და სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე. მაგრამ მოხერხდა ის, რომ დროულად იქნა ვოკალიზაცია, დაახლოებით 10 წუთში მთლიანად ვოკალიზებული იქნა, ეხლა მთლიანად ლიკვიდირებულია. სადღაც 9 საკლდა 15 წუთი რო შემოვედით ინსტიტუტში, ამოვედი აქ როგორც ყოველთვის, ჩვეულებრივად არაფერი არ ხდებოდა, შვიდად იყო ყველაფერი. დავიწყეთ გაკვეთილი და შემდეგ უკვე რაღაც სადღაც 10-ის ნახევარი იქნებოდა 20 წუთი და სუნი ვიგრძენით რა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ქუჩიდან ამოდიოდო არ საიდან შევხედეთ, იქედანაც გავედით სცენის მხარეს. მე აქ შემოვედი, კარიბს მოვადე, ხელი უკვე ცხელი იყო კარიბი. ამ დროისთვის სულ ეს იყო ახალი ამბებით ეთერში პირველ ზებრუნებით.